როლი საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პროფესიის წარმომადგენლები პასუხისმგებლები არიან, რომ ღონისძიებები გახადონ მეტად დასამახსოვრებელი და მხიარული. თუმცა ანიმატორები თავიანთ საქმეში აწყდებიან ბევრ სირთულეებს, რაც მათთვის ეს დიდი გამოწვევაა. ბავშვთა დაბადების დღეები, ღონისძიებები თუ კორპორატიულები ყველაფერი პლატფორმებია, სადაც ანიმატორი ავლენს თავის ნიჭს და საკუთარ თავს. რას ნიშნავს იყო ანიმატორი? რა გზა უნდა გაიარა, რომ ბავშვებისთვის გახდეს სამაგალითო გმირი? ანიმატორები მხოლოდ ბავშვების გასართობად არ არსებობენ, ისინი მათ პატარა სამყაროს აძლევენ სიცოცხლეს, ფერებს და ბედნიერ წუთებს. საქართველოში ეს პროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაც მთავარია ფასდება. ანიმატორის შოუზე მხოლოდ პატარები არ ხალისობენ, დიდი გულით თამაშობენ ასევე დიდებიც. საბოლოოდ კი ისინი ერთ ჩვეულებრივ დღეს აქცევენ ბედნიერ მოგონებად. გამარჯობა, მე ვარ თემო და რაც შეეხება ანიმატორობას, დაახლოებით 2 წელი ამუშავებ როგორც ანიმატორად, ისე ამ სფეროში მე 4 წელია ვარ, სხვადასხვა თანამდებობებზე, ბჭყალებში და ვაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, ამ სფეროში დაწყებას რაც შეეხება არ გამჭირვებია. თავარი იყო ენერგიული, პოზიტიური და პასუხისმგებლიანი. ვურჩევდი იმას, რომ იყვნენ საკუთარი თავები, ესე შაბლონურად არის საუბრონ, გამოავლენ საკუთარი თავი მაქსიმალურად და იმპროვიზაციას მიმართონ. ჩემი აზრით ანიმატორთა სფერო უკვე საკმაოდ არის განვითარებული, მაგრამ თუ რაღაც გარკვეულ დონეზე გვინდა რომ ავიდეთ და უფრო წინ წავიწიოთ, ნებისმიერ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, მაინც უფრო ბავშვების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე და ბავშვებს უნდა ვკითხოთ თუ რომელი პროგრამის სიამოვნებათ, რაიმე სიახლე ხო არ ჭირდებათ, რაიმე თამაშები ხო არ შევცვალოთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენც უნდა შევიცვალოთ და მოვირგოთ ყველანაირ ასაკს, თაობას და ჩვენს სტუმრებს. თავარი სირთულე არის პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ნებისმიერ ბავშვს ხარ პასუხისმგებელი გარკვეულ დროში, რა დროსაც ათამაშებ, აცეკვები და ასე შემდეგ, რომ რამე არ დაიზიანოს. აგრეთვე არის გრაფიკი, იმიტომ რომ გადაბმულად გვიწევს ჩვენ მაგათაც ჩვენ ცენტრში მუშაობა და უნდა გადაანაწილოს საკუთარი ენერგია მაქსიმალურად თანაბრად, რომ არც ერთ ბავშვს, არც ერთ დაბადების დღეს არ მოვკდეს ყურადღება.